გესალმებით რიბაკებო, როგორ ახარ ჭიგრებო. გამოვედით შამაიაზე სათევზაოდ. მივდივართ. ბათოიე ჩამოვიდა ქუთაისიდან. მერდება რომ აი სათევზაოებში დაგიყვანთო და ვნახოთ აბა. მისი მიზანია დღევანდელი გავაწყოთ სახეობა, რებეცი და შამაის სახეობა აღარ იარსებობს. რა ჩვენ თევზავებთ. დარჩი ჩვენთან დასტავარია ადრებში და ნახავთ კარგი კადრები თუ რამე გვექნა. თავისთავად ვიდეო თუ გევიდა, ესე იგი აი კადრებიც გამოჩნდება ჩვენს ეთერში. აბა შეხვედრამდე. დანიშნულების ადგილს მივუთითებთ ვიდეოში თანდათან. ამერე შეგიძლიათ წახვიდეთ და გეერთოთ თქვენს ეიხაროთ გულის ჭია. დაუთვენ გზა კვეიც. წადი. მოვედით დანიშნულების ადგილზე შამაია და რებეცი ჩვენი ობიექტი სათევზაო. ნახოთ აბა რა იქნება. ადგილს ალბათ კი არა, ბევრი მოთევზავე იცნობს სადაც ვიყოფებით. წყალი კარგია ძალიან. მზეც ახლა მოვიდა დილა. ასეთ ადგილზე დავდგებით და ვითევზავეთ. მე და ბატონი დავითი. სხვასთან ახლოს ვართ. ხო, შვენიერი ადგილი. ნახოთ აბა როგორ გაგვიმართლებს ბედი დღეს. აბა განწყობა როგორია? კარგია. мотивация. აგერ ახალ ბედა მოთევზავე ყავს კიდე. ნახოთ აბა ეს კაციც მოიწამლოს უნდა აუცილებლად. დარჩი ჩვენთან და გაიგეთ ჩვენი თევზაობის შესახებ. ეს კაცი აგერ მობილიზებულია ყველანაირი ატრიბუტით. კიდევ ასე კორმები, რევა, კატო, ფილი და რაცა ისეთი ვიტამინები და კორმია ეტანება მაგას, ხო? ხო, ეტანება შამაიას და რებეცის. ყველა თევზი ეტანება. დაახლოებით რამდენი ხანი უნდა რომ დაელოდო? ერთი და 10 მივიდეს. 10 წუთი, ხო? თამაში. ბიჭო. თამაში. აჰა, ძალიან კარგი. ეს შევინახოთ, ახანი ვერე კიდე ჩულკორმოს. კი ბატონო. აგერ ჩვენი მეგობარი ახალბედა. დააყვინია მათ. ურთხავს, შამაია ხან არ გაჩერდება დასმეთ. როგორ ჩანს, დასაწვისი კარგი აქვს. აბა როგორ უნდა დავაგოთ დამწყებებო. უკვე ვინც იცის იმაზე საუბარი არა. მართლა არ უნდა გასკდეს, ხო? ზეიდან თავმა უნდა იფართხალო. აჰა. ანალოგიური მეორე. უნდა გავუშვეს. რა დღეში არის? ზირელის განგეთება ხა ეს. დამპალი ხორციდან, დამპალი ხორცი. და ყველა მაღაზიაში სხვადასხვა გასაყიდი ფასია, ხო? არა, 2 ლარი ის ყველგან. 2 ლარი. სამედისთან 2 ნახევარი ეს. აბა ნახოთ პირველი გადაგდება. რა სიზავს. და შვენიერი ადგილი. ეს ცოტა კაცს გვიფუჭებს, მაგრამ შემოდინება ახლა აქედან აქვს ზღვიდან და რატომ იქით? და იქით ხარ ეს მე.
გერეკით თევზაობენ ბიჭები. ჩანს თევზის, ხო? ამოვალო. შუკა თუ ყავს აქ შუკა? ყველაფერი. იყო ჩარტმა, ხო? ცოტა ვიწრო ადგილია და აი, ნელა. აგერ პირველი გახსნა რა. ვიშავს კაც. პატარა თავარია. დიმოყვება. დრო გევიდეს და კარგი თევზაობა ჩავატაროთ. ამხელა იქნება. როგორ დააწვინა იგი ტიპტივა? იგი. მოვა და წამოვა. ეს ბადი არა გვაქვს ამის? ბატონო, აქ იყოს ეს ჩვენი ბადი. ნელა დაიძირება. ძალიან ზევით გახმევანი ხო? რებეცი მაინტერესებს. ესე იგი ბევრ სახეობაზე შეიძლება აქ თევზაობა. რებეცი, შუკაწყოლია, ყარიყლაბია, ჩვენებურად. ლავები ყავს, ზეითი ყველა. ხლავიც ხო? აგერ დავსვი ერთი შვენიერი ზომა. თუ არ გემექცა, კარგი. არ იქცე ვაშას. კარგად გამიძალიან და ზალიანება ის რა. აუ, მაგარი შამაია. აი შამაია ძალი და პირველი არა ზოლი არ და პირველი აგერ ცოტა არა სათევზაო ფორმაში ვარ, მაგრამ მიწყობს ადგილი და მდებარეობა ხელს რო არდების ვარო და აი რა ჩვენიერი შამაია პირველი ჩავაგდე და პირველივეზე მოვიდა. ძალიან კარგად მიმდინარეობს ჯერჯერობით თევზაობა. რა ვიცი, აბა ნახოთ რა იქნება. ბადე მათხოვი აგერ ჩამოვაცობა რო გველი გველი მაიცის უშე ფარვაოზე და შემი დავითა მეუბნება და ეგ არ გვაწყობს რა რო გველმა შეგიჭავს. აბა მოჩინდოთ. ცოტა დავაგვიანეთ მე როგორც ხედავთ როგორ ფორმაში ვარ და არასათევზაო ფორმაში მაგრამ ძალიან უგეგმავად მომაგითა ამ ადამიანმა და რა ვიცი ჯერჯერობით კარგად მიდის თევზაობა. ნახოთ აბა როგორ იქნება და რა შედეგებს გავსვათ. აუცილებლად გაჩვენე. შენ ახალ-ახალი იქნება მოდის ხო? აჯერე გამას დაგადაგა დავსვიდი ერთი ესეც არა უშობს ამას. ძალიან კარგი. მიმდინარეობს თევზაობა. შედეგიანად. ჯერ რაფი ამას მატლი ხო? ბერიში ჯერ არ გამომიცვლია რა. რაც დავაგე ის მაგ. სასიამოვნო ჰაერია. და იგი რა ვიცი, ამაზე უკეთესი არ ამიება და უნდა ინარჩუნოს ან თევზაობის დროს. ძალიან სასიამოვნო ამები და ჰაერი. ძალიან დადებითი დაბეჭდილება დატოვა ხობის წყლის და ზღვის შესართავია, ხო? აი სასიამოვნო სათევზაოა. შეგიძლიათ მეგობრებო მოგზავნეთ, არის ასეთი ფიჩალები პატარ-პატარა გაკეთებული და ბევრმა ახლა იცის მე საუბრობ იმაზე, ვინც არ იცის. და გაერთოთ, თქვენი გულიშია გაიხაროთ და ბუნებაში გაატაროთ დრო. ძალიან სასიამოვნო დრო. ავსი. თევზი აქტიურია.
თევზი აქტიურია და სტანდარტები მოდის რა. რა ვიცი მეტი რა უნდა ინარჩუნოს კაცო. ამას დააბარეს ახლა თევზებმა ამ თევზს რომ მატლი გამოუცვალეთ, მატლი. უკვე იმდენდე იჭირა ამ ნევსკავმა, რა ვიცი. დასვი, კაია. აი რამია, კაი. დავით, ნახე როგორი კაი ზომა არის. ჩამაია. კაი ზომები წამოვიდა. ვენი? ეგ გვინდა ჩვენც. ჩემო კაი ხალხო. ცოტა სვალო. ამის ამოსაღები არაფერი გვაქვს და. ისე უნდა. აი ისე. აუს. დად მოწყობილები არა ვართ, ხო? დამწყებები ვიცვა, ხենց. არა უკვე. ავარია ვიცი. ბავშვენია. შევიცვალეთ ადგილი, გადმოვედით ესეთ ადგილას. იქ რაღაცა პასიურად დაიწყო მე მოძრაობა აღარ მოდიოდა და ნახოთ აქ იყო რამოდენიმე ახლა ვიჭირეთ და ახლა კადრებსაც შევავსოთ მოვახედოთ ცოტა ცუდი სასწრული ადგილია, მაგრამ რა ვიცი მოდის რა. დაფერ ახარეთ გულს როცა მიდის. რა უცხავს ძმა ის. ცუდი სასწრული ადგილია რა. Chamo. Fenierze, fenier. ნადავლი. ნათევზავები. მოვათავსებ ტელეფონში. ვასრულებ თევზაობას სავარაუდოდ მოგვიწევს და ავაგზელებ ალბათ საღამოს. აფად. ხო. მოვაშო პედრამ. დავავსებ ტელეფონს. დავასრულეთ თევზაობა ფოთში. ჩამოვედით აქაც. გვეგონა რომ შამაია იქნებოდა, მაგრამ შევწდით. არ იყო, ცოტა ხორჯო დავამატეთ. და რა ვიცი, არ იყო ცუდი დღე. ცოტა ლამაზ-ლამაზი კადრები გადავიღეთ და ყველაფერს ნახავთ რა. ვიდეოში აისახება ყველაფერი. დარჩით ჩვენთან და ასეთ ლამაზ-ლამაზ სათევზაო მომენტებს თევზაობებს შემოგთავაზებთ აუცილებლად რა. აბა, მომავალ შეხვედრამდე.